მოგესალმებით. უამრავი ჩემი გამომწერი კითხულობდა ბატონი შალვა, სად არის, როდის ექნება ეთერი და აი როგორც მოგვიხერხდა ბატონი შალვა დღეს ჩვენი ეთერი სტუმარი არის. ამდენი ხანი არ ეცალა ბატონ შალვას, იმიტომ რომ მოძრაობაში იყო სულ ქართული ამ ქართულ მიწებთან დაკავშირებით, არაბიზაციის ამბებთან დაკავშირებით არ არის მარტო ლაივში დამძიმი კაცი და მოლაპარაკე კაცი, საქმის კეთებელი კაცი არის და ოიარა დასავლეთ, აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ საქართველოს ყველაფერი და ეს მოიწვა და გავესაუბრებით მას, სანამდე ბატონ შალვას გავესაუბრებოდეთ, სანამდე მინდა გითხრათ, რომ ბევრი მწერს ასევე მოთხოვნა, რომელიც საპატრიარქოში შეიტანა ქართველთა დიდმა გაერთიანებამ, რომელიც ეხებოდა სინოდს დაეფიქსირებინა თავისი ოფიციალური პოზიცია ქვეყანაში არაბიზაციის საფრთხეზე, ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციაზე, ქართული მიწის გაყიდვაზე და ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა ხდება საქართველოში არაბების ჩამოსახლებაზე, მაგრამ აი დღეს უკვე გასულია ყველანაირი ვადა, კალენდარული დღეც, სამუშაო დღეც ყველაფერიც და სინოდი ასულს ახდენს საპატრიარქოდან საერთოდ ხმა სამარიდან საერთოდ აისმის, არავინ არაფერს არ გვეუბნება და ამ თემებთან დაკავშირებით დღეს ხდება საუბარი, გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ რა ვიცი, მეუფე ქვიაო იაკობის განცხადება, რომელმაც არის ჟარგონული სიტყვებით და ისეთი ხმით და ისეთი ადრე სამპალ ნარკომანებს და ჩვევიათ, ისე გაგვიცხადა, რომ ესე იგი საფრთხე იყო მან ეს პრობლემა მოაგვარა და მსგავსი რაღაცები ალბათ ნახეთ ჩემო გამომწერებაც და ზოგადად ბატონ შალვა, ახლა მოგესალმებით, ეს თავალი ვიდეო და გამეკეთებით და დაახსევა ერთი განაგვარ მოგესალმებით. შეგული პერსონალი და ყველა ქართველს მოგესალმებით. ახლა მე ვიცხებ ცოტა ისა რა, მე მინდა წარმოგიდგინოთ პირველად აი ტელეფონში პირდაპირ ჩართული ვარ. ჩემი თანამებრძოლი, რავი, დიდი ხნის თანამებრძოლი და ალბათონი რომელსაც აი ბევრი ლაპარაკი ბევრი ნესლით, მაგრამ ასეთი მებრძოლია. მე არ მინახია ყოველთვის, მით უმეტეს ამ მიწებზე გამოსახლებებზე ყველაფერზე და ამ იაკობის შესახებ უშუალო მე ხო გახსოვს 5 წლის წინათ იმპაქტი რომ მომივიდა, მაშინ ვაპირებდი კომპლექსში დარჩენას 5-ში იყო თუ არ ხდები თუ არის 8-ში ნოემბერს უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე ჩამომიტანეს ამ დროს და მამისა ჯაფარაშვილზე ვიზახი ჩემ თანამებრძოლზე, რომელიც იქ იყო და იმის ხალში იყო ყველა საბუთები და აგერ იმაშია და მივესალმოთ ალბათ ნანა გამარჯობა გენაცვალე. ხო აგერ არის მამისა და ესე იგი იმ დროს გამოსახლება როდესაც იყო მე ვიცოდი რომ მიტროპოლიტი ასახლებდა, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი რომელი მიტროპოლიტი ასახლებდა. გამიგედა შენ ახლა შენ ხელში იყო ყველაფერი კომულეტი მიყვებოდა როგორ ხდებოდი ფანჯიდან და რა ახლა მე დიდად არ გამგვირებია მაგრამ ხო და მინდა რომ ორი სიტყვით რა რომ ან დამემოწმო რომ ვინ იყო ან კაროჩე რაც ვისაუბრე. მოგესალმები აი გეიგონებს შედი ხმა მაღალზე მაგ ჩართული. ერთი სიტყვით შალვა. კი აი ხო. ზუსტად გამოსახლების დღე და დაკავშირება ჩვენ იპოთეები და ის ახალგაზრდა სტანდარტული რომ და პროფესიონალები. ხოდა პროგრესი ბანკის ბანკმა გაუწანა ხდება რატომ გაც და შენი ხდება და არა ისმის მაგრამ ხდება ხოლმე და შენგანაც რაღაცა ხმა ისმის იხშობა რა ერმილე რა კაი მე ნანა ალო
და ინტერესი იყო ესე იგი ქორეპისკოპოსის ხო იაკობის რა აი ძალიან ცუდად ისმის პეიტონი მამიცას ძალიან ცუდად ისმის პრაქტიკულად არ ისმის ეთერში ესე იგი მიტროპოლიტებიდან თელმა იმაკ ქობულეთმა რო იცოდა ესე იგი მიტროპოლიტი იყო იაკობი ხო მეუფე იაკობი მაგაზია საუბარი ხო იაკობაშვილი კი ბატონო ხო მეც ასე ვიცოდი მაგრამ აი მე უბრალოდ მინდოდა რომ თვითონ აი ეს მაგისტრო ამან გადადო ის გამოსახლება რამდენ სულიანი ოჯახი იყო მამისა მარტო მცირეწლოვანი 4 ბავშვია იმ ოჯახში და მერე დედა შვილი კიდე მეორე ბიჭი შვილი 9 სული კაროჩე რა გასაგებ ნანუჩელა მომისმინე გენაცვალე აი ახლა მოდი ლაივი და ისე და მე დაგიკავშირდები ჩავწეროთ და ნუ უკვე ბრძოლა საჭირო და ახლა მე შეზემეთ მე ბრძოლს მართლა არ ვიცნობ და ახლა უკვე ლაპარაკის დროები ზედმეტია და დავაი დალშე ბოლშე იცი არ მიგატოვებ ბრძოლაში ვიცი რომ არ მიმატოვებ კაი გენაცვალე კაი აბა კაი თავს მოკლედ მოდიში ახლა ტექნიკური საშუალებები როგორიცა გვაქვს მოხდა ქალბატონი მამისა ჯაფარეიშვილი გვერდთვებოდა ჯაფარაშვილი გვერდთვებოდა რომელიც არის ასევე უამრავი სხვადასხვა ორგანიზაციების თავმჯდომარე გამოსახლების წინააღმდეგ იბრძოდა მიწის დაცვის კომიტეტში იყო და დღესაც ამ ადამიანების უფლებათა დამცველი ქალბატონი არის რომელმაც მთელი ამ ხნის მანძილზე ქართული მიწის დაცვას და მევახშეებთან ბრძოლას შეალია მისი ცხოვრების საკმაოდ დიდი ხანი. და ამ მომენტისთვისაც იბრძვის მან დაგვიდასტურა ის რომ აჭარაში 9 სულიანი ოჯახი რომელიც ქობულეთში ხო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში როგორც არის დღეს ყოფილა აი ამ ვაშკაცის კაცის რა ვიცი რომ ისე ლაპარაკობს გეგონება თვითონ ქუჩის აზველ ბიჭოტიპი იყოს მისნა რომ თურმე მისი მოგვარებული ყოფილა აქამდე პრობლემები და აწის თუ პრობლემა დაემუქრება იაკობი მოახერხებდა ამ პრობლემის მოგვარებას სინამდვილეში ყოფილა მევახშე რომელმა მევახშემაც 9 სულიანი ოჯახი გამოასახლა არა ვერ გამოასახლა მაშინ გადადო აბროჯენდებული კონდა სამევახშეო საქმით იყო დაკავებული ასახლებდა 9 სულს ხო, კაი, გავაგზავნებ ჩემო ერმილე, მაშინ ხო დროშიც ხო შეზღუდული ვართ. მე მინდოდა დამეწყო გუშინდელი ამბით, მაგრამ დავიწყებ ამ საპატრიარქოს მხრიდან. საპატრიარქოსთან მე აქციებს ყოველთვის რატომღაც აი ვერიდებოდი რა კუთხით რა. ნუ იმ კუთხით რომ მაინც ახლა საპატრიარქოა ნუ და რაღაცა როგორც ეთქობა მეშლებოდა რაღაცეები. როდესაც აქცია ჩავატარეთ მე როდესაც დავიწყე საუბარი, მე არც ერთი წინადადება იქ, ჩემი საკუთარი აზრი არ დამიფიქსირებია. იქ მარტო მე ვსაუბრობდი დიდი რჯულის კანონით, სახარებით, სოფლიო საეკლესიო კრებებით, რუისურნისის კრების კანონებით და ჩვენი ქართლის ცხოვრებით ისტორიული წარსულის მაგალითებით. დიდგორი, შამქორი, ბასიანი მიმართვები, სხვა მე ასე რომ ჩემი პირადი აზრი დამეფიქსირებიოს, მასეთი რამ არ არსებობს. ამ დროს გამოდის, არ ვიცი, იაკობი, მეუფე, ხო, ამას ავხსნი ახლა რა და როგორ და ჩვეულებრივად იძახის რომ აბა რაღაცეები თურმე ეჩვენება ჩვენ თურმე შიზოფრენია ვქონია იმპერატორული სმენითი და მხედველობითი галлუცინაციებით ყველაფერი კარგადაა თორე როგორ ამას იაკობი ხო წავა და მოაგვარებს მაგას გააჩერებს ყველაფერს და მე მინდა მაგის შესახებ რომ ვისაუბრო ორი სიტყვით მე არაერთხელ მომიწია შესვლა საპატრიარქოში როდის ერთხელ ხედავდა ეს ადამიანები ზოგი ის რო არიან ნუ არ ვიცი ახლა გატენილია უკვე საპატრიარქო რამდენიმეჯერ მე პირადად შესული მიტროპოლიტები მყავს ნახული შევდიოდი მაშინ როდესაც ვეუბნებოდი რომ ათასობით ადამიანის გამოსახლებაზე რო იყო საუბარი და თხოვთ ჩაერიეთ დაგვეხმარეთ თანაც მთხარიო უკვე მაშინ 400-მდე ადამიანს თავი ქონდა მოკლული პასუხი ეს ჩვენი საქმე
მაგაში ვერ ჩავერევი. ქართულ მიწებზე ახლა სხვადასხვა ლოკაციებზე, ხო გითხარი, კახეთში 3 ლოკაციაზე, სამეგრელოში ჭუბი ფიზიკური დაპირისპირება, ცემა ტყება, ახლა ლაპარაკი უფრო ადვილია, ქმედება ცოტა უფრო ძნელია რა და ხო და მე და იგი მაინც მე შევდიოდი, ახლა იცოდა მამისამ რომ ახლა ჯულის კანონიში მე უფრო იქაც ეს ჩვენი საქმე არ არის. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ამბავზე ეს ჩვენი საქმე არ არის. დანარჩენი რამოდენიმე სიტუაციაში ერთად მოგვიწია. ყოფდა რომ ესე იგი ერთხელ ხო გითხარი კიდო იმის სამების ახალგაზრდულ ცენტრში პირიქით გამოვიდა ერთი მიტროპოლიტი, მეორე არქიმანდრიტი და ფაქტიურად თავს დაესვა ქრისტეს ჯგუფს და ჩვეულებრივად საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე ჩვენს წარსულში, ჩვენს იდენტობის ჩამოყალიბებაში, ჩვენს ჯიში, ჯილაკში თურმე რა გავლენაც იქონია ქრისტიანობამ, იგივე ყოფილა დაახლოებით ისლამს, ბუდიზმს, იუდეიზმს იგივე წვრილი ქონია ჩატანილი და ისწავლო, ნუ და ბავშვებმა და შემდეგ აირჩიო თანაბარი პროპორციით და მუსულმანთა მთავარი შეიხი მოყოლინი მაქვს, მაინც ჩაწერილი მაქვს, გამოვიდა და გალანძღავს უყოლა თქვენ ხალხი არ ახავთ, კაცო, თქვენი რელიგია არ გაინტერესებთ, ასობით წელიწადი და მილიონობით ქართველი ხართ დახოცილი და მე როგორ უნდა დაგაჯეროთო, რომ დამაჯეროთო თქვენ ჩემი რელიგია რამეში გაინტერესებთ, არ ხართ წესიერი ხალხი, მე რამოდენიმეჯერ მიმართეო, მაგი დადებული მაქვს, მაგრამ მაინც რომ შევახსენო ამ საპატრიარქოს, წარმეიდგინეს სამების კათედრალური ესე იგი ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ქრისტეს ჯული დაიცვა ესე იგი თავარმა მუსულმანმა შეიხმა. ნუ მე გავარდი ჩავშალე მაგის 1-2 მე ერთად მსგავსი რაღაცა ჩაშლილი, ნუ მაშინაც ვერ ხედავდა. მაშინა ჩვენ გვეჩვენებოდა ეს ყველაფერი და რო გვეჩვენებოდა მე ახლა მინდა რამოდენიმე ესა რუისურბნისის კრების რამოდენიმე კანონი წავიკითხო. კი არ წავიდნი ვიტყვი რა ზეპირად ვიტყვი და როგორ მიესადაგება ამ ჩვენს მოჩვენებებს და იმ სიტუაციას რომელიც არის საპატრიარქოში დღეს გამეფებული. ახლა მე მინდა კარგად გამიგოთ, ახლა ხალხმა არ იციან ბევრმა კაცო, შიგნით არ იციან. რადო არის ასეთი მნიშვნელოვანი რუისურბნისის კრება? ჯერეთი არც იციან რა არის დიდი ჯულის კანონი. საუბრობენ რაღაცა დიდი ჯულის კანონი, ვაიმე ესე ვიკითხოთ, ის არაფერი კაცო, დიდი ჯულის კანონი, ეს არის უფლის სიტყვა. სულისმინდის ჩაგონებული მოსული ჩვენამდე, რომ საქმით სრულყოფილი სარწმუნოებით ღმერთთან შეგვაერთონ ქრისტიანები. ეს არის დიდი ჯულის კანონი. რაზე გველი ახლა შეიძლება ლოკალიზება სოფლიო საეკლესიო კრებები, რომელიც მოიცავს ბიბლიას, ძველ ახალ აღთქმას და ნუ უფრო მეტად ახლა ეს ძველი აღთქმა აი თუ დამიჯერე ფერმილე აი იერარქიებთან რა ნასაუბრები და წესიერად კი არ იციან რამდენი წიგნია ძველ აღთქმაში, რამდენი წიგნია რომ იმას ქვია წმინდა წიგნთა კრებული ფრიანად ბიბლიას, რომ ძველი აღთქმა 39 წიგნიდან შედგება, რომ ეს არის ყველაფერი სამყაროს შექმნიდან ვიდრე მაცხოვრის დაბადებამდე. შემდეგ უკვე არის ახალი აღთქმა, რომ იქ 27 წიგნია, რომ სახარებას რომელსაც უძახიან, ამ ახალი აღთქმის პირველი 4 თავია, 4 წიგნია, ევანგელие, კეთილი ამბავი, მარტო მათე სახარება არის ესე მათე, ლუკა, მარკოზი, იოანე. შემდეგ მიდის საქმე მოციქულთა 1, შემდეგ მიდის კათოლიკე ეპისტოლენი 7, შემდეგ ეპისტოლენი წმინდისა პავლესი, მოციქულისა პავლეს 14 და ბოლოს გამოცხადება იოანესი აპოკალიფსისე, რა დღეს არის ჩვენს გარშემო. მარტო ერთია დაწერილი ახალ ბერძნულად, დანარჩენი სულ მიდან ხო და ამაზე ყველაფერზე არის დაფუძნებული რუისურბნისის კრება და თანაც ახლა რასავალებს რუისურბნისის კრება. ხვდები ვის რა ხალხის მიერ იყო მოწვეული აღმაშენებლის თაოსნობით, იქ გიორგი ჭყონდიდელი, იქ ნუ კრების თავი იყო იმდროინდელი პატრიარქი კაციშვილმა არ იცოდა ესეთ პირდაპირ გვეუბნებოდა ამ კრების თავი წინამძღოლი და სახე იყო ღვთისკუთვნილი სულიერი სიმშვიდით მოსეს მსგავსი დიდი სამოელის ერისთვის როსქველი და სრულყოფა და მადლის მაცხებელი ღირსი მთავარეპისკოპოს კათოლიკოსი
იოანე მთელი საქართველოს მამათავარი და მასთან ერთად იღწოდა სრულიად ზემოჩამოთვლილი კრებული. არავით არის უწმინდესი, არავით არის ღვთაებრივი, ღირსი მთავარეპისკოპოს კათოლიკოსი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია. საუბარი და რუისურბნისის კრების და ბოლოს წერია მე-18 კანონში წარმოიდგინე ეს ხალხი იქვე არსენი ყალთოელი, ნუ რასაკვირველია ჭყონდიდელი ესწრებოდნენ როგორც გიორგი მეორე ამ მამა ასევე მამიდამისიც ესწრებოდა ავგუსტა მარცა რა მარიამი ხო და დანარჩენი კიდევ ვიცით რომ კიდევ როგორი ხალხი ახლა ნახე ამიტომაც შეიკრიბა რომ ვიცოდეთ რაზეა საუბარი და რატო არის თითოეული ეს სიტყვა თითოეული მისი კანონი სავალდებულო ამიტომაც შეიკრიბა პატიოსამ ღვთისმოყვარე ეპისკოპოსთა, პატიოსამ მღვდელთა, ღირს დიაკონთა, ქრისტეს მოყვარე მონაზონთა, დაყუდნებულთა და მეუდაბნოეთა კრებაო ორ ერთმანეთის ახლოს საეპისკოპოში, რუისში და ურბნისში. რა არის ეს ეს დაყუდნებული და მეუდაბნოები? ესენი არის იყვნენ ისინი ვინც აცლეულები, გამოქვაბულებში, ღვიმეებში იყვნენ დუმარებაშიც, განდეგილობაშიც და ხო იმაში შიმშილობდნენ თანაც ხალხი მარხვაზე იყვნენ აცნეულები. ასკეტური სრული ასკეტური იქ ახლა როესაც წერია განდეგილი მე რატომღა ჯერა რომ ისეთი სასწავლები შეიძლება იქ მომხდარიყო გამიგე რასაც ვიძახი უფლის მიერ და ესენი ამათმა თანაც ახლა როგორი ისინი არიან ჩვენ ვარ და ვაიმე იმან თქვა და ჩემმა მამაომ თქვა და იმან თქვა მე უფე ვაიმე აი ბიჭო პირდაპირ წერს რა ხალხი წეს წარმოიდგინე ამავე დროს ჩვენგანო უფლის მონობის ღირს ქმნილი უღირსი მონებისგანო ნახე ეს ხალხი იძახის რომ უფლის მონები ხო მართო მაგრამ იმის ღირსიც კი არა ვარ ჩვენო წარმოიდგინე როგორი თავდამნობაა და აგეს უკვე არ ვიცი მე რასთი ხო და ნახე ახლა პირველი მოდი ახლა თანაც როდესაც ვიტყვი ახლა იაკობამდე მივალ რა ესე იგი ჩვენ ამდენი მოჩვენებები როგორ იაკობამდენაც მივალ რას იძახის რუისურბნისის კანონი და ყველა გულში ჩავიხედოთ და რამენაა პირველი ახლა თანაც რას გვეუბნება ეს არის წმინდა და საეკლესიო კრებული დაბეჭდილი და შენახული ყოველგვარი შემატებისა და მოკლების გარეშე. ამ კანონების ცოდნა, მოყოლა და მტკიცებულობა მართებს ქრისტიანული მადიდებლობის ყველა წინამძღვრ მდევთავარს, მდევსა თუ დიაკონს, ჩვენში წინამძღვრად სახელდებულ მონაზვნებს და სრულიად და მთლიანად მართლმადიდებელ ეკლესიასო. ეს ყველაფერი იმისთვის ვახსენეთ, რომ თავიდან ჩვენი სიტყვის სახე გავსაზრდოთ. უნდა იცოდეს ყველა ეკლესიის მსახურმა ავალდებულებს ეს თხოვნა კი არა რეკომენდაცია კაცო იმენა პირდაპირ მოთხოვნა განიგი გადაწყვეტილება კაციშვილმა არის ხო და პირველი კანონი აი როგორი ახლა შესავალი საერთოდ საცხონებელი ქადაგება ჩვენ ადრე დავდევით მაგრამ შეგვიძლია მე ელმილე ცალკე სოფლიოს საეკლესიო კიდე შალვა ხელახლა იმას თქვა რა ახლა მე რა მაინტერესებს ამ იაკობის საქციელი ამ იაკობის აქციელი ვახშეობა სასულიერო პირიდან მეც კაი მაშინ ჯერ მაგიდან დავიწყებ შემდეგ სხვაზე იმასაკია არსებობს ასეთი მე-11 კანონი რუისურბნისის კრების ქორეპისკოპოსად კათოლიკოსმა და ეპისკოპოსმა აირჩიოს ქრისტეს ჯულისა და სამღვთო წიგნის მცოდნე მღვდელია დიაკონი და ღვთისშიშის ემცნოს მას ყველა ქრისტიანული წესების უბიწო დაცვა. მან არაფერი არ უნდა გასცეს ქრთამად და არაფერი გაყიდოს ვერცხლად, როგორც იუდამ ქრისტე. თორემ რათა მისი ჩამოსახჩობი თოკი არ მიიღოს მემკვიდრეობითო. ამაზე კაცი განჩინება რუისურბნისის კრებაში არაა. ხტები და მაინტერესებს იაკობს მიღებული აგეს მემკვიდრეობა კაცო საერთოდ ხტები ჭრება იძახის რომ ვიც
ესე იგი ქორეპისკოპოსმა გადა ვინმე გამოყარა და ბავშვები და რამე შენ ოდნა ფულს გაასესხებ შენ ოდნა ველზე რამეს გაიდი ჩვეულებრივად იუდას ესე იგი იუდას ჩამოსახშობ თოქს მიიღებ მემკვიდრეობითო კრება ამიტომაც ახლა ვინ განკვეთავს რა განკვეთავს მაგას მნიშვნელობა არა ბატონო შალვა ჩვენ რო ვთქვათ ესე იგი იქ ზოგიერთმა შეიძლება გვითხრას რომ მე ვახშეობა არ წერიაო და მოდი ერთი ძალიან თხოვნით რა გარკვევით რო ვთქვათ რას ნიშნავს ეს ყველაფერი რაც ნათქვამია მას არაფერი გასცეს ქრთამათო ესე იგი ფული მაგან იმ მიზნით რომ რაიმე მიიღოს მევახე იგივეა და არაფერი გაყიდოს ვერცხლზეო გამიგე საერთოდ მაგის კავშირი და თანარჩენსაც რომ ვიტყვი ეს უკვე შეავსებს ამ სიტუაციას უბრალოდ შენ რომ მითხარი დავიწყე მე-13 მე-11 და თავიდან მოდი ნელ-ნელა და რამოდენიმე ჩამოვთვლი პირველი კანონი რა არის და მოდი საპატრიარქოს პოზიცია ამ კანონებთან შედარებით პირველ რიგში განკვეთეთ მოდი რა სიტყვით დაუფიქსეთ რაზეა საუბარი და მდლობის პატივი ჩამოვართვით ისეთ ეპისკოპოსებს რომლებიც ღირსეულად ვერ ატარებენ თავის წოდებას და უღირსნი არიან პირველი წყებსთავრის ქრისტესი რადგან სიწმინდის შეხება არა წმინდასთან არ შეიძლება ღვთის ახლოს ყოფი ცეცხლთან ახლოს ყოფია და აუცილებელია რომ სუფთა ოქრო იყოსე ასეთები არ შეგვიკრავსო არ შეგვიჩვენებია ერისკაცებთან ზიარების უფლებას დაუტოვეთ თუ ამიერიდან სიწმინდეს შეინახავენ მათ ნაცვლად დავადგინეთ ცხვები ასაკითაც და საქმითაც სარწმუნონი რომლებმაც კეთილად გამოაცდეს ხორცი და დაუმორჩილეს სულს ახლა მოდით რა იციან მიტროპოლიტები რა როგორ ცხოვრობენ რა არის როგორ არის ახლა მართლა ხო ხედავს ხალხი რაღაცეებს არა და უბრალოდ აი სიწმინდე და ოქრო და თუ არის თუ შეესაბამება თვითონ ეს იაკობი თუ ხედავს ამ სიწმინდეს შიგნით მეორე კანონი მნიშვნელოვანია ამასთანავე ახლა რასაც მე ვიძახი მეორე კანონს ეს ეხტობა სოფლიო საეკლესიოს ორ კანონს და ყველაზე მნიშვნელოვანი 9 საეკლესიო კრებიდან ნუ ახლა ამას მაგის კაია კიდევ ორ კრებას მაგრამ თვითონაც საკმარისია კაცო რუისუნის კრების კანონი ამასთანავე ხელდასმის დროს სულმოკლეობა და აჩქარება როგორც უწესო და უკანონო საქციელი აღგზავნეთ ვადგენთ რომ ამიერიდან ვერავინ გამედოს იმის ხმა გარდა იმისა რასაც კანონი განაწესებსო ეპისკოპოსი არჩეული იყოს 35 წლიდან გუდელი 30 წლიდან დიაკონი 25 წლიდან წიგნის მკითხველი 8 წლიდან მაგრამ აქ არ წერია რა დანაშაულს რა დაჟჯას იმსახურებს განკანონებაში რამოდენიმე ის არის ყველაზე უფრო მძიმე ეს არის განკვეთა შეჩვენება განკვეთა სოფლიო საეკლესიო კრებაში ტრულის კრებაში პირდაპირ მეათე მეთოდს ჩაიხედონ პირდაპირ არის უკვე მითითებული რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდა 35 წლამდე ეპისკოპოსის კურთხევა ან 30 წლამდე გვდრის განკვეთილია შეჩვენებულია როგორც მაკურთხეველი ისევე კურთხეული არც ერთი არის ესე იგი რა მინდა თქვა არიან დღეს საპატრიარქოში ისეთი მიტროპოლიტები რომლებიც 29 30 31 წლის არიან ნაკურთხები ეს მეორე დარღვეული რუისუნის კრება ხედავს ამას იაკობი კაცო ჩვენს ვერაფერს ვერ ხედავს ამასაც ვერ ხედავს მეხუთე კანონი ღვთამისა და საფასურის შესახებ რომელსაც ხელდამსმელნი მიიღებენ ხელდასმათთაგან წმინდა მოციქულთა და მამათა მიერ ადგე დაგენისამრებ ჩვენს გასაზრდავთ რომ ასეთები უნდა ჩამოშორდეს ეკლესიას და მათ აეგრძალონ მღვდლობა თავის მაკურთხეველთან ერთად ამიერიდან ასეთი რამის გაკეთება არავინ გაბედოს ვინც გაბედავს შეჩვენებული იქნას როგორც
სვიმონ მოგვი პეტრე მოციქულისაგანო ნუ მიიღებენ ნურაფერს ნურასოდეს ნუ ხელდასმამდე ნუ ხელდასმის დროს ნუ ხელდასმის შემდეგ ნუ თამს ნუ ძღვერს ნუ ევლოგია იცი რა არის გენაცვალე ნაკურთხი პური დამიგეზი ნაკურთხი პურიც კი არ უნდა მიიღოსო ხო ესე იგი კათოლიკოსი ეპისკოპოსების დიაკვნების ქორეპისკოპოსებისა და რატომღაც ასია ჩამოთვლილი ეპისკოპოსები დიაკვნების ძრების ქორეპისკოპოსების სამღვდელო დაცვის სხვა წარმომადგენლების და საეკლესიო მნეთაგანო ესე იგი რას გამოდის მაგალითად მაკურთხეველი არის აკურთხეს მაგალითად მღვდლად ეპისკოპოსი დაბადების დღეზე პატარა პლიტკა შოკოლადი რომ მიართვას ნიდომ დაკურთხი ევლოგია არ შეიძლება ორივე განკვეთილია და ახლა ყველამ შეიხედოს ხედავენ როგორ ნუ არ მინდა ჯორკიდებულებით მიდიან და მოდიან შემდეგ კიდევ ერთი კანონი მინდა რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია აი მე-13 კანონი და მოდი ახლა ამას უკვე თვალწირდება ყველა ჩამოდლა შეიძლება 19-ს მაგრამ ახლა დროს რაც ამ წუთას არის საინტერესო ამასთანავე დაწყდომის დროს ჩვენ ვადგენთ რომ გძალავთ ის წესი რომელიც დასაწყდომად მოუწოდებს გაუქმებულ იქნებსო მონასტერში მოუაწყობენ ერის სავაჭრო შეკრებას მონასტერში ნუ სხვა სამოქალაქო და ამქვეყნიური წესი შესრულდება რადგან სამოცავი ადგილის ავაზაკთა ბუდეთ გადაქცევით თქვენი სულის ფარდულები არ დაიქცეს როგორც სულის ფულის გადამხდებებათა ტაბლები ამით ჩამდენი წმინდა მამათა და კრებათმიერი განკანონების ღირსი გახდებიან ერთადერთი შემთხვევა როდესაც მაცხოვარმა ფიზიკურად იმოქმედა ფიზიკურად რომ დაანგრია თავისი ფეხით ეს იყო როდესაც შევარდა ის ტაძარში იმაში იერუსალიმში რო შევიდა და რო დაინახა რომ იქ გარშემო ვაჭრობა ნუ დაეცა ყველაფერი და გამოყარა გარე ახლა დავფიქრეთ რასაც გეუბნები უბრალოდ დავფიქრეთ აი მონასტრები არის ჩვეულებრივი ცეხები გეგონება ჩვეულებრივი ცეხებია და რაჩეხება კათედრალური აი ტაძრების დიდი ტაძრების წინ ჩვეულებრივად კურორტებზე აი კურორტების ჩამოსულებისთვის რა ქვია კაცო იმათვის ისეთი ვაჭრობის ცენტრია რა ტურიზმის და რაც შეიძლება მაღალი ფასებია არ შეიძლება კაცო გეუბნები არ აინტერესებს ეთქები ესე იგი საპატრიარქოს და იაკობს პირადად იაკობ მე გეუბნები შენ არ ვიცი ახლა უხერხულია მეუფე მაგრამ დღესა შენ ამ კანონით მეთე დედამიწა საერთოდ სოფლიო საეკლესიო კრება რა წარმოადგენს ხო უნდა იცოდნენ არ იციან მე შევეკითხე ზო არ იცი სოფლიო საეკლესიო კრება წარმოადგენს ერთადერთ ავტორიტეტს ჯულის სწავლებაში და საეკლესიო კანონშემოქმედებაში მასზე მიღებულ კანონებს მინიჭებულია უცედრონების და მარადიულების სტატუსი არჩევ შემდეგ კრებას უფლება არ აქვს წინა კრების გადაწყვეტილების თუნდაც ერთი სიტყვა შეცვალოს შეუძლია დაუმატოს 7-ია სოფლიო საეკლესიო კრება მაგრამ ამ კრებებმა უამრავ ადგილობრივ კრებებს შორის ახლა ნუ მაგალითად ცალ-ცალკე შეგვიძლია დავდოთ იმიტომ ხალხი ძალიან დააბნიეს ხალხმა და არ იციან რა არის სიმართლე რა არის უფლის სიტყვა და რა არის ამათი სიტყვა ჩემი მამა უმეს მითხრა კი კაცო შენ მამას დაუჯერე თუ შენი მამაოს და მაცხოვრის სიტყვა ერთმანეთს ემთხვევა თუ არა თუ სხვადასხვა ამ კრებებმა ამოარჩია 9 ადგილობრივი კრება
რომელიც მნიშვნელობა ჩათვალა იმდენად, რომ გაუტოლა მათზე მიღებული კანონები, თავის მიღებულ კანონებს და ისინი შეიყვანა დიდი ჯვრის კანონში. ასეთი არის 9 ანქირიის, ნეოქისარის, რომელიც ნიკეის პროფილო კრებამდე ადრე მოხდა 313-ში, 14-ში, ღანგრის, ანტიოქიის, სარდიკის, ლაოდიკის, კართაგენის და 2 კონსტანტინოპოლის, წმინდა სოფია და პეტრე პავლეს. რა მოყვები? ეს ყველაფერი გაანალიზა, ეს ყველაფერი ლუის ურნისის კრებამ ეს ყველაფერი ამას დაერქვა მთლიანად. ხვდები რასაც ვიძახი. ამიტომ თვითონ გახდა აი ქართულ ენაზე არც ერთი დოკუმენტი არ არის დაწერილი, რომელიც შედის დიდი ჯვრის კანონში გარდა ლუის ურნისის კრების ძეგლის წერისა, რომელიც საცხოვრებელი ქადაგებაა და რომელიცაც აქვია საცუდერ და მისი 19 კანონი. ახლა ერთ მომენტს გეტყვი, რატომ იყო რომ მე თავს ვიკავებდი ხოლმე, მაგრამ ასე რომ აქეთ გადმოვიდეთ, უკვე დღეს კარგად რო გამიგო. დღეს იცით რა სიტუაცია ქვეყნის სამწყრო, აი ყოფნა არ ყოფნის ჟამითმას. ჩვეულებრივად, განწირულებად, დაახლოებით ისე წარმომიდგენია, აი ჯალათში რო თავი რო აქვს დადებული კუნძზე და უკვე ისა და ჯაჯახი რომ მომარჯვებული აქვს და ასე დროს, როდესაც ეკლესია დუობს, იმ ფონზე, როდესაც გავახსენე, იქვე ვილაპარაკე რომ მარაბდის დონის დროს 2 ეპისკოპოსი, რუსთველი და ხანჭაშტელი ხმლით ხელში შეაბდა მტერს. აქვია გიორგი ჭონდიძეზე რასწერენ გონე ბეყო ბახვილის ქნება 75 ჭრილობა თან მიგავს საფლავში ერთად ზოლებში მიგებულიო ისევ სიკრის გორა ეს მე არ წამიკითხი აქ მითაბარებში სულ არ ქონდა წაკითხული ლანჩხუთში იყო ოჯახი თავადიშვილების ოჯახი მეც მაგათი წარმომადგენელი ვარ აზნაურის და თავადის და იქ მიყვარდა ხოლმე მისლა ხა ისტორია და იქ იყო ცოცხალი ბაკიანი დაახლოებით 3-4 საუკუნის და ის ქალბატონი მიყვებოდა ხოლმე 90 წელს მიღებებული მე ვიყავი 5-6-ის ტვინში მქონდა ჩაბეჭდილი ეს იგი სიმწყრის გორის დროს შვიდაცი ამჯროსამ ფაჩოსანი პირველად ჩავიდა და პირველად ჩიავდა მტერს. როდესაც კონსტანტინე მირზა მოკვდა თავისი მამა ალექსანდრე და თავისი ძმა გიორგი. იმ დროსაც სხვადასხვა დაიღუპა ამ მკვლელობების დროს მოკვდა ნეკრესელი და მძიმედ იქნა დაჭრილი საციკრილოდ, მაგრამ გადარჩენ ალავერდელი, თავარეპისკოპოსი და რუსული. ის ლაპარაკი კი არ შემეიფარგლებოდნენ ეკლესიის იმძოდენ პირდაპირი ტექსტი ამ ქართული მიწების გამო. შალვა, აი ახლა გუშინ იყო ხრესილის ბრძოლის დღე 14 დეკემბერი. არც აინტერესებთ. ხო, ნუ ეს ხალხი თემაა, მაგრამ ნუ არ აინტერესებთ და იქ რა მომხდარი, მაგრამ რაშია საქმე იცი? ხრესილის ბრძოლაზე ფიცის კაცებთან ერთად და კაცია დადიანთან და ხუტუნია შერვაშიძესთან ერთად იბრძოდა და თავისი შენაერთი ყავდა ბერწულუკიძეს. პირდაპირ რწმენის ქრისტეს მახვილი იყო და იბრძოდა ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იყო. რისთვის იბრძოდა? ქართული დაცვის და ქართული ერის გაყიდვის, წვეთა გაყიდვის წინააღმდეგ ყლისყელში. აი ხლა ეს გამომივა აქ ეს იაკობა და დამიწყეს ძველბიჭურ ლაპარაკს, ერთ ძველბიჭებს აქვს საერთოდ ნამხედრიონალი ნაცუპაკარი ისა. რა თურმე ესი არა და დღემდე ხალხო საპატრიარქოდან არავის პასუხი ჯერ არ გაუწია, რომლის მათ შორის კანონმდებლობითი ვალდებულება გააჩნიათ, რომ მინიმუმ 10 კალენდარულ, უпрочем მაქსიმუმ 10 კალენდარულ დღეში გაგვცემ პასუხი შეტანილ დოკუმენტს. ძაღლად არ გვაგდებენ. ფეხებზე კიდიათ ქართულ მიწებს ვინ იყიდის. და აი არ ვიცი რა დედას გეფიცები. ჩვენ ქართველები ყველაფრის ღირსი ყოფილვართ, ჩალვა. ყველაფრის. ახლა პატარა მონაკვეთს კიდევ რას ავალდებულებს ლუის ურბნისის კრება. ჯერჯერ რა დღეში ვარ.
დასაბამს ღმერთმა დააბადა კაცი ხატად და მსგავსად მისად რომ მის მიერ ხილული და უხილავი საზოგადო საკველი თავის თავში შეაერთოს ყოველი დაბადებული და ქმნილი არსება რათა სასოებით ექმნეს თავის შემოქმედ საკუთრებათო ის კი ამგვარი მადლის სიმდიდრისაგან განშიშდა და განგომილდა მონათა მონობა მოუტანა თავსო რა დღეშიც ახლა ვარ ვემონებით ვიღაც გარეჭრებს განგომის უფლისგან განგომის და შემდეგ თავარი ახლა ყურადღებით რასაც იძახეს ამიტომ მოგვეცა თავიდან ბუნებითი შემდეგ დაწერილი რჯულიო განკაცდა ღმერთი ამიტომაც იყო ქართულისაგან შოუბა ბაგა შეხვევა მადიდებელი ანგელოზები ვარსკვლავის მოძრაობა მოგთაგან ცხვენის მორჩება წინა დაცვეთა ესე იგი ნათლისღება გამოცდა ჩვენთვის ჩაქოლა და ნება უნებლისა ესე იგი გაცემა დალურსნა დამარხვა აღდგომა ზეცათასლა ამიტომ იყო მოციქულთა ქადაგება მოწამეთა სისხლი მოძღვართა სწავლებანი ღირსი მამების ოფლი კეთილმსახური და მორწმუნე მეფეების გულმოდგინება ღვთის მოყვარე თავართა მოწადინება და ახლა მიდი რა თუ შეიძლება დაუფიქრდეთ ღვთის სახის მთავრობის წარმომადგენელთა გამბედაობას მოწინააღმდეგის მიმართ მღვდლებისა და სამღვდელოებით სიმხნივ თანამებრძოლობას ცოდვისათვის სიმამაცით წინააღმდეგობის გაწევას სადა ეს ყველაფერი ძმა სად ხედავ წინააღმდეგობის გაწევას სად ხედავ სიმხნივ თანამებრძოლობას ნუ მე არ ვიცი აი რატომ იყო ერთადერთი რაც მაჩერებდა და ორი სიტყვით ახლა ბაზალეთის ამბავზე როდესაც ამასაც ვერ არკვევენ ესენი აი ერთი და იგივე ქმედება ერმილე მე არის ხალხის კატეგორია რომელთანაც ვერასოდეს ვერ ვიტყვი საპატრიარქო აუგუსტს იმიტომ რომ იმათგანა საპატრიარქოს განწმენდა აინტერესებს იმათ აი ისინი ქრისტეს ებრძვიან თვითონ ქრისტიანობას და ამიტომაც ნუ უნდათ რომ დაიშალოს ეს სიტუაცია აი ერთი და იგივე ქმედება ადრე მე მაგის შესახებ თქვი იმის მიხედვით რომ რა აზრია ჩადებული რა ვითარებაში და როგორ ხდება ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო შეიძლება შედეგი დაითვას მაგალითად ერთი პიროვნება მეორე პიროვნებას დანით აყენებს ჭრილობას ერთი შემთხვევა ეს არის საოპერაციო სკალპელი არის გამოცდილი დოსტაქლის ხელში არის საოპერაციო ოთახში და აკეთებს ჭრილობას პაციენტს რომელიც საოპერაციო სკამზია ამ შემთხვევაში ის ამ ჭრილობით მას დიდი ალბათობით მუსიკები ჩაირთო რა ეს არ შეირთო კაცო ხო და დიდი ალბათობით ის მას სიცოცხლეს უნარჩუნებს ახლა მეორე შემთხვევა როდესაც ის არის დანა მოძალადის ხელში და მსხვერპლს აყენებს ჭრილობას ამით ის დიდი ალბათობით მას სიცოცხლეს უსპობს ესე იგი ერთი და იგივე სიტუაცია ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო შედეგი ახლა ორივე სიტყვით გუშინდელ ამბავზე და ამ ბაზალეთის თმაზე ჯერ ახლა რამოდენიმე წუთი კიდე მე მინდა რა მთელი გულით მინდა თქვა ბაზალეთის თმის შესახებ ისეთი ლექსია დაწერილი ილია ჭავჭავაძეს თუ გამახსენდება მინდა რომ თქვა ახლა იმიტომ ილია ჭავჭავაძე წმინდა ილია მართალი და იქ ხო ვიყავი მეორეჯერ ვიყავი აი მართლა ძალიან გახარებული ვიყავი ტყიო და ხო გითხარი გუში რა პრობლემა მქონდა მაგრამ გახარებული ვიყავი რომ უკვე ლოკაციები რომ უნდა წავსულიყო და ისევე გუში შეგითხარი რომ არ მინდა რა უკვე აუ აღარ შემიძლია რა გამორთე შალვა გამორთე არ ვიცი გამორთე შემდეგ რა ვიშვა მომისმინე ხო და სხვისია ხო და მოდი რა ლექსი ვიტყვი ჯერე და მე ცოტა ორი სიტყვი და ისა ილია ჭავჭავაძე წერს ეს 93 წელში დაწერა
ღელა თუ რამე ცოტა დამოვიწყდა შემახსენე ემილიანამ ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო და მის გარშემო ტბის ქვეშე უცხო წალკოტი ყავისო სვანია მუდამ წალკოტი არასდროს თურმე არ ჭკნება ქვეყნისა დროსა ტრიალსა იგი არ ემორჩილება ვერჩის თურმე მისწვანეს ვერც სიცხე ვერცა ზამთარი და იმის ზიან ჩtildeებს რომ მუდამ გაზაფხულია წალკოტი შვაგულშია ის აკვანი ასვენია და კაცთაგან ჯერ ვერავის იჩაშლა ვერ გაუბედია მარტო ერთი სირინოზი იმ აკვანს გარს აფროვიან მარტო ისინი გრძნეული დასწმიან და დამღერიან ამბობენ თამარდედოფალს ის აკვანი ჩაუდგა და ერთ თვისთა ცრეთ ნადენით ტბა ზედ კარვად გადუხურავს იმას კი აღარ ამბობენ აკვაში ვინ ჩააწვინა ამ თვითერმა თვითი ცრემლი ზედმად რისთვის დაადინა იქნებ აკვაში ის ყმაწევს ვისიც არიცხვის სახელი ვისაც ღედაღან ნატმულობს ჩუმი ნატმითა ქართველი თუ ესე არის მეტალ მას ვაშკაცსა სახელოვანსა ვის ხელი პირველ დაწდება იმ აკვანსა თუ ესე არის ნეტალ მას დედასა სახელდებულსა ვინც იმას პირველ მიატყვის თვის ძუძუს მადუნჩებულსა დედა ბიჭო ხოდა რა მინდა ახლა რო გითხრა ესე იგი გასაგებია რომ ეს აკვანი საქართველოა და შიგნით ჩასვენებული ხმა ეს არის ქართველი ერი ჩვენი იდენტობა ჩვენი ჯიში ჩვენი ჯიში ჯილაკი გე ამას ყიდია კაცო ვერტები ეს სამლოცველო ადგილი აი უნდა ვილოცო ამას ყიდია ესე იგი გუში ხო გითხარი წავედით მაგარი გახარებული ვარ რომ დავარწმუნდა და იქ ნახე რა სიტუაციაში ჩავარდი ნუ თუ გამამტყუნებ აი პირდაპირ გოგონები გამამტყუნებ რომ მივდიოდი და იცით ჩემთვის ყველაზე ერთ-ერთი იცი ჩემი რომ ვინმე თუ ვაფასებ მე საქართველოში როგორც წარსული ლეგენდარული წარსული ქალბატონია ქალბატონი დელიზას უმბაც იცი ახლა რა ვიძეს საუბარი გისაუბრია მაგასთან ერთად მერფაქრას ლაივებით ჩაწეროთ ერთად მაი ჩემი სურვილი უაღრესად მისეული ახლა ერთ-ერთი ახლო თანამებრძოლი კი არაა ზვიადის და კოსტავას თავიდანვე ყველაზე ახლო თანამებრძოლები იყვნენ 4 ეს მე ვიცი თვითონ ზვიადის ბაკაცების ხო და ავედი ერთხელ ხო ჩაწერეთ უკვე და მაგრამ ნუ არ ვიცი აი გენეტიკის აღარ მჯერა რაღაცნაირი შვილი რაღაცა ძალიან შეშინებულია ძალიან შემხდარია რა ვიცი სულ რაღაც რა ვიცი მოგვადგა იქ რაღაცა უნომრო მანქანა მაშინ ხო იცი რომ მაშინ მოკვდა დედა ფაქტიურად და ახლა გუში როწერდი ვიდრე დღისი ყველაფერი კარგად იქნება კარგად გამიგე ვიცი რომ ხოდა ნახე ახლა რა დამთხევა იყო მანამდე ემილე ხო გაუნებოდი როდესაც ვიყავით შტაბახმელაზე ასული ერთ პიროვნებას ტელეფონით ვეძებთ ვართ ერთ დღეში საერთოდ აი ისეთი რაღაცა დამთხევა მოხდა რომ პირველად მოხდა ასეთი რაღაცა ჩემ შემთხვევაში მე ასეთი რამე იშვიათად და ხარი რაღაცა ცუდი ამინდი წვიმა კაჩიშვილი არა მაინდამაინ იმპიროვნებას არ წავათვლით ამ ხელოსნობებში ვისაც ვეძებდით ქოვით კაცი ჩაგვიჯდა უთხრელად მაგას შემოველებ ამ პიროვნებას ჩაგვიჯდა განახა ყველა ლოკაცია და მოხდა გასაოცარი რომ მივედი დიდ ლოკაციაზე უბრალოდ ისეთი ნისლი იყო ეს თემური იგებდა რომ მე რომ დავდექინო 5 მეტრზე არაფერი არ ჩანდა დავდექი თუ არა უცებ იაგო მეგონა შემომძახა შეხედე ბიჭო რა ხდება და უცებ ზედა 2 წუთში საერთოდ გეიფარდა ხტები ნისლი გოგიშდი კინა რა ხდება თქო და აქაც რო ჩამოვედი და წარმოიდგინე ბაზალეთზე შეხედე ხო მეძებ ლოკაციებს ახლა იმით ვაპე რაღაცა და უცებ მოდი ადგილობრივ იქნება შევეკითხოთ თქვა ყველაბარაკე თუმცა იპირონება ტელეფონში ყველაბარაკე იპირონება საქმეზე ძირითადად საქმეზე იმიტომ რომ ხო არა ვამთავრებ მაგას და მივაჩენეს მაინდა-მაინც მანქანა
ერფიროვნებას უნდა უცებ ბატონო შალვა და ბატონ თურმე კაცო ამხელა სოფელში მაინდა-მაინც ნახეთ ის პიროვნება რომელიც ერთადერთი ყოფილა რომელიც თუნე გვიყურებს და რომელიც ასევე გულანთებული რა ვიცი შეიძლება ჩვენზე გულანთებული პატრიოტიცაა იმიტომ მადლობასაც არავინ არ ეუბნება მთელი სოფელი იქეთ ეჭხუბება რომ შარშია ჩაგვამდო სიტყვაზე მეტყვი შემდეგ უცებ მოხდა ვერ გავიგე რა მოხდა რა წარმოიდგინე როგორი პიროვნება ერმილე αλλά საქმეზე რა ეს საქმეზე ლაპარაკობ ამ სიტუაციაში დავამთავრებ მე 5 წუთში ესე იგი კაცი ხო დამოკვა ხო გვაჩვენა ორი ლოკაცია და საუბარი მე რომ მოვიდეთ საბუთები თუ გვაქვს კი მაგრამ ამ ხელა გზაზე რომ მოვდიოდი ბიჭო ვინმე არაბები და თურქები შეხვდებოდა და საბუთებს გადმოვცემდა თუ რატომ მოვდიოდი ისე შეიძლება საქართველოს გაყიდონ საბუთები არ არსებობდეს რომ ირანელმა იყიდა არაბმა იყიდა ან სულ რო გავყიდონ სხვის სახელზე გააფორმებენ მაგრამ იქაურმა ადამიანმა გვანახა რომ ეს არის არაბების ეს არის თურქების ერთადერთი შეიძლება მეშლებოდესო რომ ეს თურქების კი არ შეიძლება იყოსო შეიძლება არაბებს აქვს უკვე ეს საქმე და მალე ესე იგი მაგ შეიძლება სერიოზული დაჯახება მოხდეს აი უპატარძლო კონცილია არაბებს თურქებსა და ებრაელებს შორის ჩვენ ამ ბაზალეთის ტბის გარშემო სასწავლი რამეა ხოდა გახსოვს მაშინ რომ უნდა დაგვეწყო ჩაწერა მე ეს ამან იმოქმედა ყველაზე მეტად უცებ ეს პიროვნება გვეუბნება მეო თუ ახლა ცუდად გავხდებიო წარმოიდგინე როგორი სულის ადამიანები არიან თუ მე ახლა ცუდად გავხდებიო გამოძვრებიო იმიტომ ისეთი ტრამა მაქვს მიღებული ნახევარი თავიო ეს პლასტიკური რაღაცა წამალი რო არ დავლიო შეიძლება ზნობა დავკარგო და მაშინ უკვე ვიწყებდი ჩაწერა არის და მაშინ შემწოიყივე გავვარდით დავალევიეთ დავბრუნდით და უკვე სულ საუბარი დამხდა იქ ამ შვილის გამო აქ არ გვინდა ჩვენ ხო საბუთები არ აგვაქვს ხოდა ნუ როგორ გითხრა რა ერმილე ძალიან ამდენი საუბარი მე მიმაჩნია რომ არ მოიქცათ სწორად და დიდ დროს უთმობთ რა შინსარა ქართველების გადაშენება მე მაშინ მე ერთადერთი გამოსავალზე ადრეს მithქვია ახლაც მინდა რომ თქვა კარგი მაშინ აღარ გავაგზელებ ვიცი რომ მე დროს ისა ფაქტორი მაქვს ყოველთვის უაღრესად ტრაგიკული ვითარება ხოდა უბრალოდ იცი რატო აქვს ყველა ნიუანს ახლა ამ თუთას მნიშვნელობა სულ ახსენდება ბარკას სიტყვები რომელიც მან კანის ბოლის თქვა ჩვენი სამშობლოსო ყოფნა არ ყოფნაო მთლიანად იმაზეა დამოკიდებული ჩვენ გავიმარჯვებთ თუ დავმარცხდებით რომის რეგიონებთანო ამიტომაცო ხვალინდელი ბრძოლის დროსო რამეო ყურადღების მოდიონება ან ძალისხმევის დაკლება რა ჩვენ ოდნავ დაგვასუსტებს და პერს ოდნავ გააძლიერებს კართაგენის პირდაპირი ღალატიაო დღეს ზუსტად ამ სიტუაციაში ვარ ყველა ნიუანს მნიშვნელობა აქვს ცოტას დავაკლებ ისედაც მე მგონია შეუცემადი პროცესია დამთავრდება ადრეს მithქვია რა არის ერთადერთი სიტუაცია რომ გამასვლა რა შეიძლება რომ იყოს განა ის რომ ახლა ისეთი ძალა საქართველოში ვინმე შეკრიბავსან შეიკრიბება რომ ამ ძალას პირდაპირ დაუპირისპირდეს მაგრამ სოდომი და გომორი რო გაანადგურა ვიცით რომ უფალმა მაშინ 50 კაცი 40-30 თუ ყველა თუ იბრძოლებს რაღაცა ადამიანების ნაწილი ბოლომდე შეიძლება უფალმა ისევე თავის იმას შეულებს მოწყალე თვალით გადმოხედოს ღვთისმშობლები ხდება შეიძლება კიდევ გადააფაროს ჩვენს თავის წილხად ქვეყანას თავისი მადლიანი კარტა და შეიძლება გადავრჩენ თანაც რატომღაც მე დარწმუნებული ვარ შეიძლება მეშლება რომ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ყველა ჭეშმარიტი ქართველის ბუნებაში დღესაც განუხრელად ბატონობს გენიალური შოდას უკთავისი სიტყვები ჟობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანიო მე რატომღაც მადლად დარწმუნებული რომ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ყველა ჭეშმარიტი ქართულის სულში დღესაც ლაღაჯგებს ბაშიაჩუქში აღერებული სიმღერის საამური ჰანგები
ამაზე მამულო ცრემლი გადანამულო შენთვის სიკვდილი მაგისაო მე გერა რომ ცნობიერად თუ ცნობიერად ყველა შეშმარიტი ქართველის გულში ესეც მადარი ჩაბეჭდილი ჩვენი უსაყვარლესი პოეტის ირაკლი აბაშიძის გზდებარე სიტყვები სიცოცხლეს ვაშა მაგრამ სიკვდილის ქართლისთვის როგორ გამიჭირდება ვინ დღეს დავეცეთ მარადის დილით სამშობლო იყო ჩვენი დიდებაო და ამიტომაც მე მჯერა რომ საბოლოოდ თუში არ დავგავიწყოს ვისი გორისა ვართ არ დავგავიწყოს აღმაშენებელი სიტყვები ვაშკაც რომ ძალიან გაუჭირდება არავითარი ძალა აღარ დარჩენია გარდა ბრძოლისაო ილიას სიტყვები ხალხის ერთობას სტიქიონია განსტიქიონება გამარჯვებაო და თუ ეს ყველაფერი მოხდა გავერთიანდით პატიოსანი ხალხი ავსტიქიონით ვიბრძოლოთ მაშინ ყველაფერი ამასთან დარწმუნებულია რომ მაშინ მუხა მუმ შემოიბეტყავს ლუხუმს ლაშარის გორჯე შადგომა ეღირსება კიდევაც დაიგზდებიან ალგეს ლეკპენდიგლისანი აუცილებლად ამ ყოყონების ბუმბულს ნახავთ გაშლილ გაფანტუმშველად ხოლო თეში ბოლოწინადადებად იზახი სვეტის ხობის დიქტატორში დასვენებული ქართული გული ყველაც გაცხელდება, აინთება, ჩიდახდან დააწვავს, დამუგავს, ჩვენს ყველა წერსა და ორგულს, ღმერთის შეტევი და ჩვენს გზას გაუნათებს და წინ დაუდგება ბედნიერი ნათელი მომავლისაკენ. მე ამის იმედი მაქვს და მე ხვალიდან ამ ლაივების სიტუაცია ცოტა უნდა მოვარიდო უკვე იმიტომ რომ ამ წუთას ახლა შენ რა უნდა ქნა იქიდან მოქმედება ცირბილია თვითონ მე ამ გლეხს დავპირდი მე ერთ რამესაც გეტყვი აი არ გვინდა წინასწარ თუ არა სვაპირებთ ქვეყანა 1000 ორი სიტყვით და დავამთა აი ზუსტად ორი სიტყვა ორი წინადადება ამ გლეხების იმედი რატომ აქვს ზუსტად ასეთ პატიოსან ხალხზე დგას მაგენია ჩვენ მაინც მადლობას გვეთქვიან ჩვენ მაინც რაღაცა ცნობადობა რაღაც ესენი ხო არაფერი ესენი ნამდვილად სხვა ხალხია და აი მახსენდება გრიგოლ აბაშიძის ესაა ლაშარელა როდესაც ანადგურებენ ლუხუმ მიგრიაულის რას და ლუხუმი რო ლახვარ ჩაცემულია ზურგში მტარი რო აგდია და იქ ფხოველი ეუბნება ჩალხია ფხოველი შალვა ახალციხეს შეხედეო შალვაო ლუხუმიაო მიგრიაული ზურგში ლახვარია ჩაცემულიო და ეს რო იცოდეო საქართველოს ზურგში ჩაცული ის არისო მახვილიო იმიტომ საქართველოს ძლიერება ზუსტად ისეთი პატიოსანი გლეხკაცების ზურგზე დგას როგორც ლუხუმია მე თითოეულ სოფლებში დავიწყებ სიარულს დავრჩები დღეები ადრე გამიკეთებია კიდო გავაკეთე მამისა მაგაში ხუთიანი უკავია ხო და შევეცდებით რომ ესეთი ხალხი ოდნავ გავამხნევოთ თორე შენ რა უნდა გააკეთო სხვა გზა არ გაქვს ლაივი აქ ლაივების დრო მაგალითად ჩემთვის მე ვთვლი რომ უკვე არ არის ეს დრო თუ მე როდისმე დავდებთ სულიერებაზე ან შედეგზე ორიენტირებულზე მაშინ სხვა იქნება თორე რო უყურებ გარშემო ერთობიან რა ყველა თავისას რაღაცა და ყველა მევა არა მასე გადაცვა ხალხს სეირის მაყურებლებად ხალხი ქცეული ვითომ ეს ქვეყანა მარტო ჩემი შენი და ერთეულებისა 20,000 30,000 ნახვაკ და 100 ადამიანი ფეხს ვერ გადმოგდოთ მე გეთანხმები ყველაფერი ეგრე იქნება უბრალოდ როგორც ძველი ბერძნების და სამასის პარტელის და იმის რა ქვია ირანელების სპარსელების ბრძოლის დროს შეთვლილი მუხარის წერილზე იყო გაცემული პასუხი თუ იქნება ხალხი ის ხალხი მოკრებილი რომელი ხალხიც ზუსტად სოფელში უბრალოდ პატიოსთან ცხოვრობენ ერთად-ერთ მუჭად თუ ეს არ იქნება ამ ქვეყანას რომელსაც წინდა და მიშა ყავს კონკურენტად ქვეყანას რომელსაც ჯაღრმაიძე და იაკობა ყავს ქვეყანას რომელსაც ასეთი ნაგავი ეგრეთ წოდებული ეროვნული ნიღბით შეფუთული მანჯავიძე გულაჭვილი აგერ ახლა ვიცა კიდე ახალი მთელი სანაგვე აღმოცენდა ასე ქვეყანას არათუ ღმერთის წყალობა და არათუ რაღაცა უფლის მადლი ასე ქვეყანას რომ არსებობის უფლება არ აქვს და ვერცი არსებობს
რატო გამოხმობს სკოლების თვალით ღმერთი ვერ გავიგე რითი დავიმსახურებ თუ ასე მოვიქეთო ვიჯექს თელიერი თუ უყურა როდის გაიყიდა საქართველოს შემოიფროსო ძმაო ერთ რაღაცას გეტყვი რა ძალიან წარმოდგენა დიდ წარმოდგენა არა 5-6% ავარია თუ ეს არის რომ ეს ხალხი მოიკრიბოს დანარჩენი ძმაო ხო 1000 ადამიანი რო უყურებს ლაივს და 1000-დან 10% გამოვიდეს კი არა ლაიქის დასმა რო ვერ გაუბედია იმაზე რა ქვია ეთერზე და არის ზის იმისთვის რომ მაიკი არა გვაგინებენ ალბათ ბევრი კაცი მაგაში დარწმუნებული ვარ რა ვქნათ აბა მე დაიწყებენ იმას რა ქვია რომ სხვა გასწავლიან კიდევ აქეთ რომ რატო იგინებიო და რატო იმაშვებიო და რატო ამაშვებიო მე ასეთი ხალხიდან აფისიკეთ სარულოდები ერთი მოლოდინა და მოდი რა დუდა გავიწყობა კიდე ეკლესიის სახურებზე რომ საუბრო ყველაფერი შეიძლება ეგრე აკაკი წერეთლის ის გაიხსენეთ კაცო ბაშიაჭუკი მელანო ბუნებაში აკობი აკაკი წერეთელი გვეუბნება ერთ უკვე მიეძღო სამაგიერო საბუეში ერთი მოღალატე მგელი დაიჭირეს და თვალები დათხარეს გლეხებმაო აკაკი წერეთელი გვეუბნება ჩვენ ამას უშუალოდ ასე რომ მოღალატეა აცქესი და არცასაკი ეხლა ლუხუმი გაიხსენე იმაში რა ქვია სიტუაციაში და ზურგში ჩათვლილი მახვილი და ზურგში ხმის ჩამხსნელები ბევრი იყვნენ და ბევრი არიან მაგათგანაა დასაცავი და გადასარჩენი ნორმალური ხალხი თუ არა მაგაზე გამახსენდა ეს რა ქვია თორნიკერის თავში რო არის ორბელიძე რო აფრანიქს გაეკიდება და ზურგიდან ანჯალ ჩართავს ეგეთი ნაძირალა ვირთხებით უბრალოდ რაში იყო საქმეცი ადრე ჩუმად იყო გველებივით შებუდულები და საჭირო მომენტს ელოდებოდნენ შიშით რო ზურგში ჩუმად ჩაერწყათ ხანჯალი და დღეს ეს ზურგში ხანჯალის ჩამყმელები და საქართველოს მოღალატეები ზოგი ანაფორაშია შემოსილი ზოგი ხარვალ კოსტუმში არის შემოსილი და ეგ ტაუნჟარები არიან და ქვეყანას ყიდიან და შენ ხარ თურმე სპუდენტი თუმცა ღიად ღალატობენ კი არ ფარავენ შენ როგორ ვახტანგ გორგასალის ასე არ მოკლეს ერთ რაღაცას ვიტყვი შალვა კიდე იცი ღიად უკვე ჩვენ შენ შემოგვევლე ის ზევით მყოფი ბიძინა და მისი მონები და ნაცკოცი უკვე კი აღარ ღალატობს კადრში დაბრუნდი თუ შეიძლება შალვა არ ჩანს უკვე ეს ხალხი მარტო კი აღარ ღალატობენ შემოძმაო აი ეს რიგითი ფოცმაცუნა რო არის ჭუპაკივით რო დარბის ხელში რო უკავია დაფტრები არჩევნებზე დღეს ისიც გამოსულია ზოგი გვაგინებს ზოგი ბნელს გვეძახის იმის გამო თურმე სამშობლოს მიწა რო იყიდება და 1000 არაბი და 1000 სპარჯულის ხალხი სახდება და ჩვენ რატო ვარ წინამდე და ქვეყნის წინსვლა არ გვინდა ესენი არიან მოღალატეები ამათ ყველას ჭირდებათ ისეთი პასუხი როგორ პასუხს აცემდა დავით აღმაშენებელი როგორ პასუხს აცემდა სოლომონ პირველი როგორ პასუხს აცემდა გიორგი ბრწყინვალე სანამ ეს დამპალი მასა იქნება საქართველოში სათავეში ყოველ შემთხვევაში მანამდე საქართველოს არაფერი კიდე არ წერი ერთადერთი და ბოლოს მოდი რა შევახსენოთ თამარ მეფის ოქროს ხანის ну არ ვიცი ახლა ასეთი ხანა სოფლიოში არ არსებობდა საერთოდ სიკვდილის დაჟა კი არა საერთოდ ნებისმიერი ფიზიკური დაჟა იყო აკრძალული ერთადერთი ადამიანი ვინც დასაძეს კაცრად ეს იყო გუზამ ტაუელი რომელსაც თვალები დათხარეს ზუსტად ქართული მიწების გასქრისების გამო სხვა არავინ არ დაჯილა თამარ ასე რომ ფრთხილად იყვნენ რა ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ბოლოს 10 წლის მანძილზე რამდენი კაველზე და მეტრზე კი არა საქმე რამდენი კილომეტრი ათობით და ასობით კილომეტრი ქართული მიწა დაიკარგა. აგერ აფხაზი ბიჭი არის, ხშირად შემოდის ჩვენ ლაივებზე უსმენს და გვიწევს ამ ყველაფერს. რამდენი უბედურება მოხდა, რამდენი გამყიდველობა მოხდა, გინდა აფხაზეთში, გინდა ცხინვალის რეგიონში, გინდა გარეჯთან დაკავშირებით. ნებისმიერ ამ დღეს რამდენი რამე ხდება კიდე. ვინმე ერთ მაგო პასუხი. აგერ ახლა გულში სხვათა შორის მე გული მწყდება რომ ეს საშინელი ფაქტი არის მომხდარი რომ კაციშვილმა არ იცის ქართველებს გვაბრალებენ მაგრამ ეხლა ისეთი ქართველის გაკეთებულია მაგი როგორიც რა ქვია ძმათამგვლელი ომი ვინც დაიწყო აი ლათაში რო ჩამოაგდეს ვერტფრენ რომელიც ამდენი ფერზიმე ხალი და ბავშვი და მოხუცი და ისიჯდა ქართველს დაბრალდა ქართველის ხელს დაბრალდა
ამას ვინ ამბობს? ეს რო თქვა დღეს ჩემთვის აფხაზეთის ომში, ჩემი დასწრესი არ ყოფილა, ორივე ჩემი იყო. ორივე ჩემი ტკივილი იყო. ვინმე დაიცაჯა, ვინმე მაგოპასუხი. ეს არაბის არ ახსოვს, აფხაზეთი ახსოვს. არც იქ დაღუპული ხალხი ახსოვს. არც სხვა ბევრი რაღაცები და ამიტომა ჩვენი საქმე უკუღმა. ამიტომ არ მიდის. აფხაზები რუსები აჭმევენ, რუსები ასმევენ, რუსები იცავენ, რუსები ეუხდიან პენსიებს, რუსებიდან აქვს შემოსავალი ყველაფერი და აფხაზები რუსებს აღნიან მკაველბიძას. აფხაზეთში. ესენი ვინ არიან? არა, ასეთი განწირული როგორც აი წარმოიდგინე აქ რა პირდაპირ ტექსტი რა ხდება რა ეს არა უკვე გადამლაშებული პირდაპირ სამარცხინოა პირდაპირ ესენი უკვე რა გააკეთებენ იცი მე გახსოვს ადრე რო თქვი რომ პირველი ღამის იმას დადირისტას გადაგვაცრევენ გლადიატორ არა ესენი თუ ასე გააგრძელეს მურიები ხო იცი ეს გამოდნიკები რო აკეთებენ ასე გავუკეთებით 24 საათიან ჰაიერის მარაგით იქ რაღაც ქულები იქნება და თუ არ მოვეწონეთ გადაკეტავენ და გაგუდავენ ესენი ამაზე სწავლია ბოლო ესეც მოხდება ესენი ძალიან სწრაფი ტემპით განადგურებენ გაიგერმილე რა ხდება პრედელი არა ჩალვა მე ერთი იდეა მომივიდა არ მინდა ღია ეთერში ვთქვა მე შენ დაგირეკავ და გეტყვი ახლა რომ მოვჩებით იმას რა ქვია ლაივს ხო და დავიცი ჩვენი უნდა ვქნათ და ჩვენი უნდა ვაკეთოთ მამალმა თქვა მე ვიყივლებ და თუ არ გათენდება ჩემი ბრალი არ იქნება ყოველ შემთხვევაში ამ ცოცხლები ვარ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ მადლობა შალვა დღევანდელი ვიდეო ლაივისთვის მშვიდობა მოგცეს ღმერთმა გაძლიერება თავს გაუფრთხილდი სამშობლო ჯანმრთელი ჭირდები და ბრძოლის ხასიათზე ჭირდები და ბრძოლის ხასიათზე ვარ ახლა ჯანმრთელობა ცოტა ნელ-ნელა მოიკრიბებიან ის ადამიანები რომელ ადამიანებსაც აქვს სურვილი და უყვართ სამშობლო და იბრძოლებენ საქართველოს. ჩემი ძმაკაცი განსაკუთრებულად მომიკითხე რო იცოდე. გადავცემ ძმა. აუცილებლად. მშვიდობა მოგცეს ღმერთმა. მეც ასევე ძმაკაცი. უგარ. არ